პროევროპულ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ვალერი თეთრაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მოვიზო მიმოსვლის შეჩერებით ქვეყანა კარგავს სინათლეს და კავშირს ცივილურ სამყაროსთან, რაც შესაბამისად გაანადგურებს საქართველოს უკეთეს მომავალს. თეთრაშვილის თქმით, წლებია ოჯახი ევროპაში ხავს და მოვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში უკვე მათი ნახვის შესაძლებლობასაც დაკარგავს. როგორც ის წერს, ოცნების მოშორების გარეშე წარმოუდგენელია ევროპისკენ შემოbrunება. თეთრაშვილის თქმით, ის რასაც ქართული ოცნება საქართველოს წინააღმდეგ ჩადის, თითოეულ მოქალაქეზე თანაბრად აისახება პატიმარი თვლის, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად პროპორციული ძალის დაპირისპირებაა საჭირო. ის წერილში ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართავს და ურჩევს რეჟიმის პატიმრების სასამართლო ჩანაწერები ნახონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი მოძალადეები არ არიან. ვალერი თეთრაშვილი ერთ-ერთია იმ 11 პატიმრიდან, რომელსაც მოსამართლე გალუსტაშვილმა 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოვიზოს გაუქმებით ვკარგავთ ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას, რაც ჩვენს ქვეყანაში ცხადად გაუარესებულია. ნახეთ, როგორ ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ლიტერატურისთვის ძვირფასი ავტორები და მათი შემოქმედება. მიზანში ახალგაზრდა თაობაა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა. შედეგად, რომ მარტივი სამართავი იყოს ერი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და მტერს ვერ არჩევს მოყვრისგან, ასე აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ კი ვისაც გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება, ვუკეტავთ გზას, რამაც შესაძლოა ფატალური შედეგები მოგვიტანოს. ქართულ ოცნებას არ გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სამაგეროდ შეუძლიათ ქუჩაში მდგომ მშვიდობიან ხალხზე იძალადონ. არ გვექნება გაცვლითი სასწავლო პროგრამები პარტნიორ ქვეყნებთან თუ უნივერსიტეტებთან. მომავალი თაობა თუ იზოლაციაში იქნება, ვერ წავა და ვერ ნახავს, როგორია განვითარებული ქვეყნები. შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ვერც იდეებს ჩამოიტანს. და ეს ურჩევნია ქართულ ოცნებას. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირით გითხრა. არ მესმის ხალხი, რომელიც ამ საფრთხეების წინაშე დგას, ჩუმად როგორ უნდა იყოს. ცხადია, რომ ჩვენთვის ცივილიზაციის კარი იხურება და ხმა მანამ არის ამოსაღები, სანამ ეს მოხდება. თუ ვინმეს რუსეთში ცხოვრება გსურთ, ჩასხედით თვითმფრინავებში და გაჰყევით ქართულ ოცნებას. ჩვენ აქ ცხოვრება გვინდა. ჩემი ოჯახი მყავს საქართველოში დასაბრუნებელი. თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუგვიშლით.